საღამომშვიდობის მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას პრემიერა თაკოსთან არ დაიდარდოს ეთერში და ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს დღეს თემა რომელზეც დღეს ვისაუბრებთ მე პირადად ძალიან მიყვარს ეს ბოლო 1-2 წელი იქნება ალბათ რაც ამ თემით ვარ დაინტერესებული და ძალიან მიხარია მეგონი პირველად მოხდება ესეთი პრეცედენტი რომ 21 წლის განმავლობაში არ დაიდარდოს ხოვარ, მაგრამ პირველად იქნება მსგავსი პროფესიის სტუმარი დღეს ჩემს გადაცემაში, ესე იგი ასტროლოგი და როგორი მაგარი სინთეზი გამოდის თან და მუსიკოსი. ეს გახავთ თორნიკე ბიძინაშვილი, მოგესალმები თორნიკე, საღამომშვიდობის. მოგესალმები და პატივია შენ გადაცემაში. კი, არა, მე ძალიან მიხარია. ესე იგი ასტროლოგიაზეც ვისაუბრებთ, იმიტომ რომ სკოლა გაქვს შენ და ალბათ ძალიან ბევრი ადამიანს აინტერესებს და ეხლა აი ეს ბოლო პერიოდი კიდევ უფრო განსაკუთრებით ინტერესდება ხალხი ამ თემით და ასევე მუსიკა. მე ვფიქრობ აი ეს ორი სინთეზი ძალიან უხდება ერთმანეთს, იცი? კი, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ასტროლოგიაშიც არის მუსიკის განხრა და ყველა ნოტს თავის პლანეტა ყავს. კი. და ეგეთ შეგიძლია აწყო. და კიდე არის რომ აგრესიული პლანეტები უნდა ამოიღო. ასონა აგრესიული ნოტები და რეგულობ რაღაც ჰარმონიას. კარგი, აი მოდი უკეთ რომ გავაცოთ, რა ძალიან ბევრი ადამიანი გიცნობს, ძალიან ბევრი ადამიანი დადის სკოლაში ასტროლოგიის, ასევე ერთგვარ კონსულტაციებს გადის შენგან, რაღაცა გარკვეულ რჩევებს, მაგრამ აქეთ ამ მხარეს უკვე ერთგვარი სიახლე არის მუსიკის მხრივ და აქვე მინდა აღვნიშნო ისიც რომ გადაცემის ბოლოს, აი ყველაზე მაგარი სინთეზი რა გამოდის, ანუ ასტროლოგია არის ჩვენი გადაცემის სტუმარი ასევე მუსიკოსი და ის სიმღერა რომელიც დღეს დაპრემიერდება ჩვენი გადაცემის ბოლოს ვასრულებ მე და სიმღერა არის გაზაფხულზე რა კარგი დაიწყო ეს ყველაფერი მოკლედ ერთმანეთს მარტო მე თუ შემემთხოვდა ეს მომენტი რაღაც არსებობს მოდი ახლა დავიწყოთ ჯერ ასტროლოგია ის რაღაცა გარკვეული გამოცდილება რაც გაქვს იგივე სკოლაზეც ვისაუბროთ ვისაც აქვს სურვილი იმის რომ მოვიდეს ან თუნდაც უბრალოდ რაღაცა პატარა კონსულტაცია გაიაროს ხო აინტერესებს ასცენდენტი არ ვიცი როდის გათხოვდება როდის გაბედნიერდება ან როდის დაშორდება ქმარს და მოკლედ სიტუაცია ესეთი არის რომ ჩვენ ვიყავით პირველები ვინც შექმნით პირველი ასტროლოგიური სკოლა საქართველოში ეს იყო 2013-2014 წლებში და ეს იყო პრეცედენტი იყო მაშინ ვიხდი მსგავსი რაღაც არ ქონია არავის ეს იგი როდის 2013-2014 წლებში ხო დავიწყეთ ეს ყველაფერი პირველი ასტროეზოთერული ცენტრი გავხსენით მაგ დროს დავიწყეთ ეს ქონდა ჩვენ ანუ დავიწყეთ რომ ამბობ ანუ შემდეგ და სხვა აქ იყო ხალხი იყო მე ხვდი ჯგუფი იყო თანამოაზრეების ეზოთერიკოსების ან ზოგი გაყვა ამ თემას ზოგი არა ხო როგორც ზოგი არა მაგრამ ნუ ყავდა შენ შემორჩი მე ვიყავი ფუძემდებელი ამ ყველაფრის და ლიდერი ხა როგორც თხის რქა ლიდერი როგორც ერთიანი ნუმეროლოგიაში როგორც ერთიანი შრომელი კი ბატონო ხო და შემოვიკრიბე მოკლედ ხალხი რომლებსაც აი ეს თემი აინტერესებდათ ხო ზოგი ოშოსკენ იყო ორიენტირებული ეზოთერიკულ თემებში იყო ზოგი იყო ორიენტირებული ასტროლოგიაზე ზოგი იყო ორიენტირებული ნუმეროლოგიაზე მოხდით და ყველა რაღაცას ქმნიდით ყველა რაღაცას ვაკეთებდით რა მუშაობდით იქ მედიტაციები ქონდა ჩვენი იოგას თემებში დავდიოდით ბუნებაში გავდიოდით სამყაროს ვეუბნებოდით მადლობას იგივთან ურთიერთობები ეგეთი რაღაცები იყო და გავაკეთეთ პირველი სკოლა დავბეჭდეთ პირველი ასტროლოგიური წიგნი შემსწავლელი შევისწავლოთ ასტროლოგია დღესაც ეს გაქვს კიდევაც ეგ წიგნი და ეს და დაიწყო ხალხის უფრო განვითარება ამ ხრივ რა და შემეცნება ხალხში უფრო მეტი იყო ამ დაინტერესებაც მეტი იყო და პლუს მეტმა ისწავლა ბევრმა ისწავლა ყველაფერი რა არის გამოვიდა პირველი კურსი წამოვიდა მეორე კურსი მესამე კურსი და უკვე ცნობიერება ამაღლდა უკვე ასტროლოგიის მოხდით და ნახეს რომ ასტროლოგია სერიოზული რაღაცაა და აკადემიური თემაა რა რომ ჭირდება ყურადღების მიქცევა და ხო და ეს არ არის ხო რომ ზოდიაქოს ნიშნები და ეს არ არის მარტო ის რომ რა ზოდიაქო ვარ და სპეციალური ასტროლოგია ხო და ეს თემები არ არის ძალიან აკადემიური თემა არის და საჭირო არის დეტალური და სკრუპულოზური შესწავლა ამ საკითხებს მთელი სისტემებია რომელიც ადამიანმა ისწავლოს და წარმოიდგინე სწავლის პროცესი გრძელდება 2-3 წელიწადი რომ გამოხდე ასტროლოგია დიპლომსაც გასცემთ ხო დიპლომსაც გავსცემთ სერტიფიკატს გავსცემთ ხო თუ რა თქმა უნდა გამოსვლები ჩააბარეს
დაკავებული პრაქტიკა გვაქვს ყოველ შემთხვევაში ამის საკმაოდ დიდი. და ზოგადად როდის ხდება ხოლმე თქვათ, არ ვიცი, მოსწავლეები უწოდო, სურველების მიღება. მოსწავლეები არიან თავისთავად, ესე იგი მოსწავლეები. სურველების აი მიღება როდის ხდება? ეხლა გვაქვს ხოლმე პატარ-პატარა კურსები, 3 თვიანი, 4 თვიანი, მოსე დამწყები. თვის საბაზისო ასტროლოგია, ეხლა დავიწყე სამდიცნო ასტროლოგიის კურსებს ვაცხადებთ ეხლა. პლუს ალ გვეხნება კიდე პროგნოზირებადი ასტროლოგია, რომელიც პროგნოზირებას აკეთებს, იქნება ასევე ასტროლოგია კარმულ თემებზე და ადამიანის ცხოვრება, კარმული ასაკი და ასე შემდეგ რო შეისწავლონ და კიდე ბევრი რაღაცეები მსგავსი, იმიტომ რომ ანუ ეს ცალ-ცალკე აღებული შეუძლია და ერთიანად შეუძლია. წარმოიდგინე არსებობს მეტეროლოგიაც არსებობს, ანუ შეგვიძლია ამიდიც გამოვიცნოთ. ასტროლოგიურ თემებში შეგვიძლია გამოვიცნოთ მუნდანური ასტროლოგია კიდე პლუს რომელიც ისწავლის ობიექტებს, ისწავლის დიდ ობიექტებს, ასევე ისწავლის ქვეყნების ბედიღბალს, ქალაქების და ასე შემდეგ. და ბევრი რაღაც ძალიან ბევრი თემები აქვს რა და საინტერესოა ამ ხრივ. ანუ რამდენი წელია საერთო ჯამში რაც ამ სფეროში ხარ? ეს ყველაფერი დაიწყო 16 წელიწადი ფაქტიურად რა. იმიტომ რომ ჩემი ურთიერთობებით თავიდან, ჩემი ცხოვრება, ჩემი სხვა ოჯახით ყავდა ხო დაუშვათ იქაც ასტროლოგია იყო და სულ ასტროლოგია მიხვდით და სულ ეს თემები არის. და ეს მუსიკა როდის შემოვიდა? მუსიკა სულ იყო ფონად, სულ გაყვებოდა ჩემ ცხოვრებას, იყო ჩემი აუხტენელი ოცნება. რომელიცაც ბავშვობიდან ვიდექი და აბრაგუნებდი ბოთლებზე და იმაზე რა ქვია ბოდიში ლახანკის ლახანკებზე და თავსახურებზე კიდე. და რას უსმენდი მოდი ბავშვობაში? ბავშვობაში უსმენდი ვია 75-ს. უსმენდი ბიტლზებს და ბიტლზებს უსმენდი 8 წლიდან დღემდე და ესე ვთქვათ ბიტლზების ისაა რა ქვია ბიოგრაფი და ასე შემდეგ. და ზოგადად მელომანი ვარ. თავიდან ბოლომდე ბევრი მუსიკა ვიცი, ბევრი ავტორი ვიცი, ბევრი შემსრულებელი ვიცი და ძალიან ბევრი მიმდინარეობები მაინტერესებს ზოგადად, მაგრამ ძირითადად წამყვანი მაინც ეს არის და ყოველთვის ვცდილობდი ხოლმე რომ რაღაც მუსიკა დამეწერა, ყოველთვის მოვდიოდა თავში. მუსიკა და ვერ წერდი ამას მე ხვდია საწამეღოსად გადამეტანა მე ხვდია ეხლა როც გამიტანა ანუ როგორი სახით დაგემახსოვრებინა ხო? ხო აი ზოგი სიზმრიდან მოდიოდა ხო რა ზოგი სიზმრიდან მოდიოდა თორემ ჩემი ცხოვრება იყო ორ ნაწილად აქ რო ვიძინებ ხამე იქ სხვა ცხოვრება მაქვს საერთოდ იქ ჩოლოს სიზმრებში ვზივარ რა ვიღვიძებ მე კიდე ახსა ცხოვრება და ხშირად ყოფილა რომ ეს მელოდიები წამოსულა რა იქიდან რაღაცები მქონდა არ დამავიწყდეს მე ხვდი არ დამოწდა და მე რა უკვე დიქტაფონზე ვიწერდი ხოლმე და იმახსოვდი რაღაცებს და მე რაღაცები ავაგე მოკლედ შარშანდელი წელიწადი ეს იყო ასე თქვა 2025 წელი 25 წელიწადი ხო საკმაოდ დიდი ტრაგედია შემემთხვა ცხოვრებაში და ამ ტრაგედიამ ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადამიყვანა იმიტომ რომ მამა და დეიდაშვილი ერთად გარდამეცვალა ორი დღის განსხვავებით ეს იყო ძალიან დიდი დარტყმა ჩემთვის და რაღაცა ძალიან ძიმე ცხოვრის იყო პერიოდი მქონდა რაღაცა თითქოს უნდა გამოსულიყავი აქ და რაღაცა უნდა მეკეთებინა რა და სწორედ წამოვიდა მე რაღაც ლექსების წერა დავიწყე, მე მუსიკა დავადე, მე ექსპერიმენტები ვაკეთე ამ რაღაცებზე და მოკლედ დაიწერა სიმღერები, ერთ-ერთი სიმღერა რომელიც დღეს შეასრულებ დღეს. ესეც 2025-ში. კი, ეს ყველაფერი მაშინ წარმოგიდგენე 60-მდე კომპოზიციაა გაკეთებული. აი ზუსტად იმ პერიოდში, როცა ხო, ეს რაღაცა გარკვეული ტრაგედია მოხდა ორი თვის მერე დაიწყო, მაისიდან რომ დაიწყო ეს იყო ალბათ ერთგვარი ამ პრობლემიდან გამოსვლა, ხო? კი, ხო, უნდა რაღაც მომხდარიყო, მე ხვდი რაღაც უნდა გარდაქმნილიყავი, რაღაც სხვა იმაზე, თორე დეპრესია მქონდა საკმაოდ სერიოზული და ყველაზე ცუდი რაც ამონატრება და რომ გინდა ნახო ის ხალხი ვერ ნახულობ ეს ძალიან ცუდი შეგრძნება. მოკლედ ბევრი სიმღერა. და სადღაც 60-მდე სიმღერა, ესე კი 60-მდე სიმღერა, კომპოზიციები კიდე პლუს მელოდიებსაც წერ, საუნდტრეკების სტილში და კიდე რაღაც ზოგადად აი გული და რაც ამოდის რა რაღაც. აი ბენდს რაც შეეხება უკვე ბენდთანაც რომ უკვე დეკემბრის ნოემბრის თვეში დავიწყეთ უკვე ბენდის შეკრება და დაახლოებით 4 კაცი ვართ რომლებიც ვამუშავებთ. შენი მეგობრები არიან ძველი მეგობრები ვინც შენსავით არის მელომანი თუ ვთქვათ ახალი ესენი არა მეგობრები ესენი არიან შემთხვევით გაცნობილი ხალხი ვისაც ესეთივე ოცნება ქონდა რომ რაღაც ბენდი შეეკრათ მუსიკა ემღერათ და ამ თემებში ასე განვითარებულიყვნენ და აქედან გამომდინარე მოდით დავიწყოთ მეთქი რაღაც ველოდებით ხო და ყველანი ცოტა ესე ვართ რა ცოტა ასაკიანები ვართ მაგრამ ყველაზე პატარა ყავს 32 წლის 35 წლის და ზემოთ
მაგრამ ნუ ასაკში 32 და არა მაინც ხო ზოგადად იწყებენ ხოლმე 16 წლისა 17-20 წლის მივხვდი რაღაცა ჩვენ და გვიან არასდროს არა თავისთავად მე ახლა ასაკს დრო არ არსებობს და აქედან გამომდინარე რა პრობლემაა შენ ეტყობა ასტროლოგიურად გამოითვალე რა ასაკიდან უნდა დაეუფლო უფრო მეტად მუსიკას მათ ხომ გავსი გამოთვლებით ხდება რა ასაკიდან შეიძლება რომ გამდიდრდეს ადამიანი როდის ჯობია რომ გათხოვდეს მანამდე თუ შემდეგ და ალბათ ეგ თემებიც არის ამ ყველაფერში ხო აბოლოდ ხო აქ გამოწევა იყო ამ მომენტს ანუ ერთად ორივე პროფესიას კი რა თქმა უნდა ერთმანეთს ეხმარება რეპეტიციებს რამდენად აი ახერხებთ კი ძალიან ხშირად იმიტომ რომ მე ოფისში პირველ სართულზე მაქვს პარტი და იქ მოვაკეთებთ იქ გვაქვს ინსტრუმენტები და ჩვეულებრივ რეპეტიცია ყოველ კვირა. ეხლა რა ქვია ბენდს, მოდი ესეც გითხარი. სტელიუმი ხო იცი რაც არის? ეს არის პლანეტათა გროვა, შეკრება, შეყრა. და აი ამ ხრივ დავარქვით სტელიუმი, ესეც სახელი ორიგინალური მოვიფიქრეთ. 4 წევრისგან შედგება და ფაქტობრივად დეკემბერში შეიქმნა. დეკემბერში შეიქმნა, კი, და გვაქვს ინტენსიური რეპეტიციები. აი ჟანრზეც რო ვისაუბროთ, რა სიმღერა იქნება თქვენს რეპერტუარში? ან ძველი სიმღერები ახლა ბიტლები ახსენებია 75 აღნიშნე და ის სიმღერები თქო ახალებული ვერსიები თუ პირადად შენ რადგან ახლა გასულ წელს 60-მდე სიმღერა შეიქმნა, ანუ გეგმავთ რომ პირადად ჩენი მუშაო, თქვათ, შენი სიმღერებით, შენივე ბენჩი. მე მუშაობ ჩემი სიმღერებით, ჩემი ბენჩი, ასევე ბენდი ასრულებს იმ სიმღერებს, რომელსაც მე დავწერე და ბენდი ხო, და ჩვენ წერთ მუსიკას. მე ვცდილობ, რომ ქავერები ნაკლებად გქონდეს, მაგრამ საჭიროა ქავერები, მაგრამ ვცდილობ, რომ წეროთ მუსიკები და ჩვენი მუსიკა გქონდეს და ამ ხრივით ვიყოთ ესეთი გამორჩეულები. ქართულენოვანი იქნება? არა, ორივე რა პრობლემაა, არის ინგლისურენოვანიც, არის ქართულენოვანიც და შესაბამისად ესე ვითარდებით და პრინციპში ენას მნიშვნელობა რა აქვს, უბრალოდ აქ თავარი არის ის, რომ აი რაღაცნაირად მოხდეს ჩვენი პრეზენტაცია ხალხში საზოგადოებაში მოხდეს. და როდის გეგმავთ? ეხლა ჯერ დეკემბერში სულ რაღაც 3-4 თვის გამოდის, მაგრამ არის ხო რაღაცა გარკვეული სიმღერების რაოდენობა? რაღაც სიმღერების რაოდენობა არის, კი, ეხლა მაგალითად არის სიმღერა ბავშვობა, რომელსაც კიდე უნდა ესაკუნა ჩავიწერო სტუდიაში. ადამიანთა სევდა არის კიდე ეგეთი სიმღერა, რომელსაც მე დავწერე და ამაზე მუშაობთ და ეს უკვე მზათა გვაქვს ფაქტიურად რომ ჩავიწეროთ. და კიდე არის რამდენიმე კარგი სიმღერა, რომელსაც ალბათ მოყურებელი მოისმენს. და როგორ ფიქრობ, აი როდისთვის შეიძლება რომ დაიგეგმოს პრეზენტაცია ერთგვარი თქვენი, თუნდაც რაღაცა სინგლის სახით შეიძლება ხმთელი დიდი პროგრამა უცბად 2-3 თვეში და 5 თვეში ვერ მოახერხებს. თუ გექნება რადიო ხელშეწყობა და გადმოხედავს ღმერთი, კი შეიძლება აპლოსშიც გავაკეთოს ყველაფერი. ეხლა რადიო გვერდში მე ჩვენი ჭეშმარიტად ქართული ტალღა არის, ქართული სიმღერები. თავისთავად ქართული სიმღერებია, ხო, სიმღერა ბავშვობაზე აწყობილი და ცხოვრებაზე ადამიანის, ეგეც ადამიანის სევდაც ძალიან საინტერესო შინაარსის სიმღერაც არის. დაიწყო თუ შეიქმნა ამ ბენდის შემდეგ რაღაცა ახალი მუზა თუ მოვიდა და ახალი სიმღერები. კი, ახალი სიმღერები დაიწერა თავისთავად და ახალი კომპოზიციებიც არის, ინგლისურენოვანების დაიწერა, ქართულენობის დავწერე რაღაც, უბრალოდ ძალიან ბევრი დაგროვდა უკვე, რომელიც უნდა ჩავიწეროთ. მოხდი რომ მოხდეს ამ სიმღერების რეალიზაცია. სად მოხდება ამ სიმღერების საწერა თქვენთანვე სტუდიაში? არ ვიცით, რაღაც სტუდიები არსებობს, რომელსაც განვიხილავთ. რაღაცები ჩავიწერეთ, მაგრამ განსაწერია თავიდან და არ ვიცი ჯერჯერობით ვისთან დავიწყეთ. პროდიუსერი თუ ყავთ? თუ თავად ხარ პროდიუსერი შემსრულებელი? ჩვენ თვითონ ავართ პროდიუსერი შემსრულებელი. საქართველოში ყველაფერი ხო ასეა. ხო. პროდიუსერიც ხარ, შემსრულებელიც ხარ, მუსიკოსიც ხარ, ასტროლოგიც. კი, ესე იგი რიგის პირველი სიმღერა, ანუ არსებობს უკვე, ხო? ანუ შერჩეული გაქვს თუ არა, თქვათ. პირველი სიმღერა იყო ჩვენი ბორჯღალო, რომელიც გავარდა ინტერნეტში და ძალიან ბევრს მოეწონა. ბორჯღალო, მეორე იყო ლილეო, რომელიც უნიკალური ძალიან მაგარი სიმღერაა ესეც. მესამე იყო ანუ ნამდვილი სულიერება ქვია სიმღერას, რომელიც ბუნებაზე და სტიქიებზეა, ასე ვთქვათ, მათუმღერით ბუნების ძალებს და კლიპებიც გავაკეთე მაგითი, მაგრამ ნუ ესეთი პროფესიონალური არ არის ეს რა და დევს კი YouTube-ზე ეს სიმღერები და უბრალოდ გვინდა რომ ცოტა სხვა პროფესიონალური სახე მიეცეს ამ სიმღერებს რა და ცოტა ხალხმა სხვა აკადემიურად შესრულდეს და ისე ინახოს რა ხალხის მიმართ. მოკლედ არის თავიდან მონდომება და სტიმული რამდენად არის. ენთუზიაზმი ძალიან დიდია თავისთავად. ენთუზიაზმი ძალიან დიდია
და მონდომება ძალიან დიდია და ვინც არიან ჩვენ ჯგუფში ყველანი აი ძალიან სულს და გულსდებენ, არიშურებენ არაფერს რომ მიაღწიონ მუსიკალურ განვითარების მაღალ დონეზე ავიდნენ. აი მათ აქვს რაღაცა გარკვეული მუსიკალური განათლება. კი, რა თქმა უნდა. ეხლა ერთი ყავს, რომელიც ბასზე დადის, ერთი ყავს, რომელიც სოლო გიტარას იმაშურება კიდევ უფრო ხვეწავს და აძლიერებს. მეც დავდივარ ვოკალზე, მღერი ვარ. და მოკლედ არის რა ძალიან დიდი ენთუზიაზმი. ანუ ფაქტობრივად გინდა რომ მიუძღვნა შენი ცხოვრება, რაღაცა ეს გარკვეული პერიოდი თუნდაც მუსიკას. ხო იცი რა არის, ეს არის ბედნიერება. ამით ვღებულობ ბედნიერებას. და ბედნიერი ვიქნები კიდევ უფრო მეტად თუ ხალხის გაბედნიერდება ამით. როგორ ახერხებ ახლა, როგორ ასწრებ? არა, ხო, აი მოსწრება, ვასწრებთ როგორ არა. ვასწრებთ რაღაცებს, როცა გინდა ხო გამონახავ დროს და თუ საჭიროა ღამის 2 საათზე რეპეტიციებ რა, მაგის პრობლემა არ იქნება. თავარია რომ აი სიამოვნება მიხვდი როცა მუსიკას გამოგდის და მე როცა ხალხს მოწონს ეს რა და ახტობანებაში როცა მიხვდი ეს არის რაღაც არ ვიცი. მე ძალიან მომეწონა ეს სიმღერა, ანუ რომელსაც ახლა დავაპრემიერებ და რომელსაც მე ვასრულებ და რომლის ავტორი ჩვენ ხარ, ეს სიმღერა შენი შესრულებით რომ მოვისმინე, ატვირთული იყო, ხო? და რომ მოვისმინე, სხვა შორის მინდა აღვნიშნო რომ 2025 წელი როგორც ჩვენ აღნიშნე, იყო ძალიან რთული ჩემთვის, იქიდან გამომდინარე რომ დედა გარდამეცვალა, შემდეგ დედა საკმაოდ დიდი წვლილი ჰქონდა ის რომ მე სცენაზე ვიყავი სიმღერის მხრივ 90-იანი წლებიდან დაწყებული და თითქოს აი მაისში მოხდა ეს ყველაფერი და ფიქრობდი რომ ალბათ ზოგადად აღარ იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში სიმღერა და რაღაც არც არანაირი სურვილი არ მქონდა. ხო, ნუ აი ეს ხო არის. ეხლაც ვერ ვიტყვი რომ ალბომების ჩაწერას ვაპირებ სოლო კონცერტების გაკეთებას. ხო, აი არ ვიცი, ეთქობა ძალიან მომეწონა სიმღერა და ეს სიმღერა ხო მომეწონა ძალიან. თან დაუკავშირდა იმ ჩემს გასულ 2 საკმაოდ რთულ წელს 2024-2025 შეიძლება ითქვას რომ ჩემთვის ძალიან რთული იყო და სწორედ ამ ჩემი ერთგვარი ტრანსფორმაციიდან გამომდინარე, ჩემ პრობლემებიდან გამომდინარე აღმოჩნდი აი ჩვენ ვისაუბრეთ კიდეც იმით რომ ციფრულ ფსიქოლოგიაში, ნუმეროლოგიაში და იმდენად უკვე გამიტაცა ამ თემამ, რომ თითქოს აი შეგრძნება რომ გაქვს, რომ რატომ აქამდე არ ვიყავი ამ ყველაფრით დაინტერესებული და რა მინდოდა მე სიმღერა, რა ვიცი, აბა გეზარება თაკო, ხო? და აი ეს სიმღერა რაღაცნაირი ჩემი შემოbrunება მოხდა აი ამ სიმღერით, ასე ვთქვათ, ამ სფეროში ეს მინდა ვთქვა, იმიტომ რომ დაემთხო ეხა გადაცემის დასაწყისში შენც აღნიშნე რომ 2025 წელი რთული იყო, მძიმე იყო, მეც და ჩემთვის სიმღერა ყოველთვის უკავშირდება დედას აი იმ წლებს, როცა ის ცდილობდა რომ თქვათ ის პირველი ნაბიჯები გადამედგა, ზოგადად მე კი ცეკვით დავიწყე საერთოდ სცენაზე გამოსვლა, მაგრამ და შემდეგ მოყვა ამას რაღაცა შოუს სახით მინდოდა ეს ყველაფერი უფრო ესე წარმომედგინა ჩემი თავი და თქვათ არა მარტო მიკროფონი და თაკო დგას სერიოზული სახით და ეს სერიოზულობა დიდად არ არის ჩემი სტილი. ხო და მადლობა შენ ამ სიმღერისთვის, იმიტომ რომ როგორც ჩვენთვის აღმოჩნდა, ეს ხო არის ერთ-ერთი სიმღერა შენს შემოქმედებაში 2025 წელს, რომელმაც გამოგიყვანა, ხო? ასე თუ ისე ამ მდგომარეობიდან ის ტკივილი ყოველთვის გვემახსოვრება, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. და ცხოვრება გაზაფხული უნდა იყოს, მოკლედ აი ამაზე იყო აწყობილი, გაზაფხულს სულ ველოდები, ყველაზე ბედნიერი გაზაფხულსაა, როცა სიცოცხლე იწყება, ხეები იწყებენ გაღვიძებას, მიხვდი ბუნება იწყებს გაღვიძებას, ბალახები ამოდიან, მწვანდება ყველაფერი. და ზაინ კიდე რა მომწონს, ახლა მე ამ სიმღერაში მინდა ავღნიშნო. მე მეთქობა ამის მერე რა მეთქის ხობის? არა, ხო, მან ბევრ ასპექტს აქვს, ხო, მნიშვნელობა. კი, რა თქმა უნდა. მარტო ერთი რომ მე მერწყული ვარ და ყველაფერი მერწყულის მაგ თავისთავად არ არის, მაგრამ მე მომწონს ასევე გარდა იმისა, რომ გაზაფხული ქვია სიმღერას და ის რომ ყველაფერი იღვიძებს, აი ყველაზე მეტად რაც არის ჩემთან ახლოს და რაც უფრო გავითავისე და ვცდილობ, რა თქმა უნდა, ასტროლოგიაში იქნები თუ ციფრულ ფსიქოლოგიაში არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს ზოგჯერ გამოაქვს დასკვნა, რომ აი ეს არის ახლა ასტროლოგი და მას აწყობილია ყველაფერი. ან ჩვენ გვიწევს ხო იმ რაღაცა გარკვეული არ ვიცი, სიცოცხლების გადალახვა. უფრო მარტივია, თქვათ, ციფრული ფსიქოლოგისთვის ახლა საკუთარ თავზე რო ავიღო, იმ რაღაცას მოვერიო, მალევე როგორც ჩვენ მოერევი. ვიდრე თქვათ ის ვინ შორს არის ამ სფეროდან. მაგრამ ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება ხან დაცემა, ხან წამოდგომა, თავარია რომ მალე კი აბა რა ტრანსფორმაციის
სულის განვითარება და გამოწრთობა ხდება და რა მომწონს იცი ეს ნაღვნიშნო და გააგზელე მე საუბარი ის რომ ადამიანი არ უნდა დაელოდოს აი მომენტს რომ აი ეს მომენტი მოვა გაზაფხული მოვა ზამთარი მოვა ზაფხული მოვა და მე ვიქნები ბედნიერი ის რომ დღეს უნდა ვიყოთ კი რა თქმა უნდა დღეს და ეხლა და იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რა იქნება ხვალ და გამუდმებით ფიქრი კიდე წარსულზე ის უკვე იყო და წავიდა და იმას ვეღარ დავაბრუნებთ რა თქმა უნდა და აი მუსიკა ზოგადად ხო ეს მუსიკაც ხო ეს არის ჩემი სულის ამოძახილი მოხდი ანუ რა მე მაინტერესებს შენ როგორი გრძნობით და შენ რას გრძნობდი როცა ამ სიმღერას წერდი იმიტომ რომ მე აღნიშნე უკვე ჩემი დამოკიდებულება და ერთგვარი რაღაცნაირი შემოbrunება ამ სფეროში და რა მომწონს კიდევ ამ სიმღერაში ანუ შინაარსის რომ დღეს და არა ხვალ და არა გუშინ რა იყო არ გვინდა და რაც თორია კიდევ დღეს ვიყოთ ბედნიერები იმით რაც გვიხარია იმიტომ ხანდახან გვიწევს ხოლმე რომ რაღაცა ვიღაცას არაწყენინო რაღაცა იმას უნდა ამას უნდა და რაღაცა არათქმაც უნდა ვისწავლო და რეალურად უნდა შევიგრძნოთ აი დღეს ეს ბედნიერება და როცა შენ წერდი ამ სიმღერას იქნებ გაიხსენო ეს მომენტი ეს როგორც გითხარით ესე იგი გაზაფხული არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც შემთთვის და როგორ შეიძლება და რომ ამ სიმღერებს წერ და გაზაფხულს არ დაუწერო სიმღერა და გაზაფხულზე მარტო ეს სიმღერა არა კიდე გაზაფხულზე სხვა რაღაცეებიც მაქვს დაწერილი და ეს ხო დასაწყისია სიცოცხლის ხო მეხუთი ეს ხო ბუნიაობა როცა მზეიბადება როცა ნამდვილი გაზაფხული მოდის პარასკევს ქონდა კი და სევდიანი დღეების გამო გადავდეთ ეს ხო და ეს არის დღე როცა იწყება ახალი წელი როცა დღე და ღამე სწორდება და როცა დღე იმარჯვებს მე უკვე ღამეზე დღე იწყებს უკვე ზრდას ნათელი უფრო მეტია ბნელი უფრო ნაკლებია მე ხვდი რაღაცა პოზიტიური განწყობები აქვს ძალიან ბევრი ჩადებული ამაში და რაღაც თითქოს ბავშვებისთვის უნდა ყოფილიყო ეს სიმღერა ვითომ განკუთვნილი და ვითომ დაახლოებით ეგეთი უნდა ყოფილიყო მაგრამ ცოტა სახე იცვალა მე შენს რო იმღერა კიდე უფრო დაიხვეწა და მიიღო სრულყოფილი სახე იდეაში ძალიან კაი გამოვიდა საბოლოო ჯამში. მე რაღაცა კიდევ დავუკავშირე ჩემს ციფრულ ფსიქოლოგიასაც, აი რაღაცა იმდენად ვარ გადართული ამ ციფრებში, რომ რაღაცა ვფიქრობ, რომ ძალიან ახლოს არის ეს ყველაფერი ერთმანეთთან და მადლობა ცირაბზიშვილს, რომ არა ცირაბზიშვილი, ესე კარგად ვერ ვიმღერებდი და ესეთი კარგი ვერსია ვერ გამოვიდა და პროფესიონალია თავის საქმის და სიყვარულისთვის გვერდში დგომისთვის და არ ვიცი აი ცირა ზოგადად რომ მეგულება და არსებობს ჩემს ცხოვრებაში ანუ მუსიკასაც რომ თავი დავანებოთ ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება და უკვე აღარ ვიცი 21 წელი არა მაგრამ 10 წელი უმადლობას ვეუბნები ეთერიდან და ზოგადად ისედაც ზოგადად ახლა ქალბატონ ცირა პროფესიონალია თავის საქმის და კარგად გააკეთა ყველაფერი აშკარად აი ძალიან მომეწონა და მეც ახლა პირველად ვდგავ ნაბიჯებს მივხვდი აი ამ თემებში და ამ სფეროში მივხვდი და აი ძალიან მიხარია რომ დღეს ჩემი ნაყოფი მუშაობის ნაყოფი უკვე შენ განახორციელე და შენ ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისათვის მადლობა შენ მადლობა გიორგის მადლობა ცირას და ყველა იმ ადამიანს რაღაცა ვინც შეიყვარებს კიდე ამ სიმღერას და ზუსტად მიხვდება იმ შინას რაც შენ ჩადე და მე რატომ მომეწონა და რატო შევასრულე იმიტომ რომ რაღაცა ხო აი ჩემთვისაც რაღაცა გამოღვიძება იქნებოდა ეს სიმღერა და სწორედ ამიტომაც თან შეგდევს მარადიული სურვილი მე ხვდი რომ ადამიანს კონდეს გაზაფხული მუდამ გაზაფხული კონდეს ცხოვრებაში რომ იმ სირთულებსაც გაზაფხულის ფონით გაიაროს განწყობით გაზაფხულის განწყობით გაიაროს ეს ყველაფერი ხო რა თქმა უნდა აი ამიტომ რაც პრო ადამიანში უფრო მეტი პოზიტივი და მეტადებითია უფრო ნათელი ძალები და უფრო დიდი პოზიტივი მოდის მე ხვდი რაღაც ეხმარებიან ანგელოზები მოდი ესე ვთქვათ მათ იმიტომ რომ ადამიანი დაბადებულია ბედნიერების სამცხოვრებაში და აი ამას უნდა მუშაობდეს ჩვენ ადამიანები უნდა ვაბედნიერებდეთ ერთმანეთს ხო იმიტომ რომ ადამიანში არის ღმერთი ჩვენ ვართ ღვთისშვილები და ჩვენ ერთმანეთს უნდა ვიღმერთოთ მე ხვდი და ამას არ ვაკეთებთ ეს არის ყველაზე ცუდი ამიტომ ერთმანეთის ბედნიერება რით გავაბედნიეროთ მე გაგაბედნიერო შენ რით გავაბედნიერო გიორგი და გიორგიმ სხვა და შეშენ ხვდი ეს ამაზე უნდა იყოს ფიქრი და გადამდები უნდა იყოს ჯაჭვური რეაქცია უნდა წავიდეს მე საზოგადოებაში მე ხვდი და ესეთია რაც მეტია საერთოდ როცა მეკითხებიან რომ აი ყველაზე მეტად რა უნდა უხაროდეს ადამიანს აი თუნდაც ის რომ აი რო გათენდა უკვე და რო გაიღვიძე და კიდევ ერთი დღე მოგეცა ხო თავისთავად უნდა იყოს ბედნიერი ღმერთის რომ შენ ეს დღე გააქვს და ცოცხალი ხარ და დანარჩენი ყველაფერს შეძლებს ადამიანი. კი, და ამიტომ უნდა ვიღმერთოთ ერთმანეთზე.
კი, და გვიხარდეს ეს წარმატება. კი, რა თქმა უნდა, ყველაფერი ახალი და ყველაფერი კარგი რაც აქვს ადამიანს ცხოვრებაში და აცუხარია, ის უნდა იყოს ჩვენი სიხარულიც. რაც უფრო დადებითი ენერგიებს გავუგზავნით ერთმანეთს, მით უფრო დადებითი დაგვიბრუნდებათ. სულ ვიფიქრებ დაგური მოგხვდება თავში. გინა თხის რქა იყავი, გინა ქალწული და გინა ვერცხლი. მაინც მოგხვდება თავში. ხომ ასი, ანუ ბუმერანგები დაგიბრუნდება ყველაფერი ასე. განწყობა ბევრ ამაზე მუშაობს. თორნიკე კიდევ რამეს ხომარ დაამატებ, რამე ისეთი ხომარ კიდევ დავანონსოთ, თქვა სკოლის მხრივ, ბენდის მხრივ. სკოლის მხრივ, სკოლა პრინციპში აგრძელებს თავის მუშაობას და ჩვენ გვაქვს ეგეთი ჯგუფი ასტროლოგია ეზოთერიკა და იმ ჯგუფში ბევრი სიახლეები იდება რაც შეეხება სკოლას და რაც შეეხება მუსიკას მე ვისურვებდი რომ ეს არ იყოს პირველი და უკანასკნელი და ვისურვებდი რომ კიდე ბევრჯერ შეხვედრილი ყავით შენი სიმღერით მოდი სადაც მე ვღერი ვარ. ხო. იმედია ხო რაღაც მიდის მანდ ყველაფერი რომ რაღაც სიმღერები მე თვითონ შევასრულო. და კომპოზიციები ძალიან ბევრი გვაქვს რომელიც გვინდა ხალხს წაუდგინო და დარწმუნებული ვარ ხალხი ამ კომპოზიციებს და მუსიკას შეიყვარებს. დარწმუნებული ვარ ამაში. ეხლა საერთო ჯამში რამდენი კომპოზიცია გაქვს? ანუ დაახლოებით არის 63 და აქედან არის სადღაც 20-მდე არის სიმღერა, რასაც ქვია. აქედან ზოგი ცოტა რთული სიმღერაა, რომელსაც მე შანსი არ შევასრულებ, მაგრამ ისე მარტო ვოკალისტი შენ იქნები თუ როგორ არის? არა, ვოკალისტები ყო ჩვენთან 4 ვარ და ფაქტიურად 4-ვე მღერის, შვენიერი. იმედი მაქვს მეც მომეცება საშუალება იმისა და მოვიშვენ თქვენს ერთ კომპოზიციას. ხო და მაგას ვისურვებდი რომ კიდე ყოფილიყავით აი აქ ეთერში კიდე ახალი სიმღერებით ჩაგვეწერა. მე გელოდებით მე აქ ვარ ყოველ პარასკევს 7-ვე დღე აქ ვარ, მაგრამ პარასკევს მაგ კიდე რომელიმეს თუ კიდე აიტაცებ და რომელიმეს კიდე თუ იმღერებ, ესე ძალიან გამიხარდებოდა. თუ რამე კიდე დაგაინტერესდება. კი, აუცილებლად ის რაც ალბათ ჩემს ტემბრს, ჩემ ხმას მოერგება, დიდი სიამოვნებით, ესეთი ამბიცია არ მაქვს, ყველა სიმღერას მოვეჭიდო. რასაც ღერი გულით ვღერი, გულიდან მოდის და ხო, თავის რომ იმღერებ უნდა გამოგივიდეს სიმღერა და უნდა. კი, და სხვათა შორის ისიც მინდა აღნიშნავდი, რომ ამ სიმღერას წერდი შემოდგომაზე. შემოდგომაზე ჩაიწერა, ცოტა გაიწელა პერიოდი დაბალანსების და აღნიშნავდი, რომ მეთქი ანუ რასაც ღერი მიხდება. თქო, მართლა, არ ვიცი, სხვების შემთხვევაში რა ხდება, ეხა ბევრი ისე ტირის ხოლმე, რომ არ ამგონია, რომ ტერილი უნდადეს ცხოვრებაში და სულ რომ პარტნიორმა უღალატოს და ვიღაცა მიატოვოს და მეთქი ანუ მე რასაც ღერი, იმიტომ რომ აი რაღაცა ჩამოუქროლებ ვიმღერე, საქართველოსთან მომიწია წასვლა 7 თვე. მანამდე რაღაცა ვიმღერე, რაღაცა უბედური რო ხარ და არაფერი რო არ ხდება. დარადანი ზოდიაკოს ისე აღარ შველის. მოგეთ აი ეს ეტაპები მიხსოვი ვიმღერე დამემართა ეს ტრაგიკული სიტუაციები და ეხლა ვამბობდი რომ მეთქი უნდა ვიმღერო რაღაცა ისეთზე პოზიტიურზე დადებითზე რომ ეს ყველაფერი დადებითი მოვიზიდო მეთქი იმიტომ რომ რაღაცნაირად იტყობა ჩემთან კავშირში არის რასაც ვამბობ როგორი მუშაობა ყველაფერმა მე გაზაფხულმა როგორი მუშაობა კარგად მიუხედავად იმისა რომ რთული დღეები იყო საქართველოსთვის თავისთავად ცხოვრება გრძელდება და რასთავარია ჩვენ ყველა ადამიანმა თავის სიკეთე მოაქვს. გავითვალისწინოთ რომ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი გაუფრთხილდეთ აი რაზეც ვისაუბრეთ დადებითი ენერგიები გავცხოთ პოზიტივი ვაჩუქოთ ერთმანეთს და რასთავარია ზაფხულს ნუ დაელოდებით რომ იყოთ ბედნიერი შემოდგომას ნუ დაელოდებით ზამთარს არ ვიცით ხო იქნება თუ რა შეიძლება იყოს კიდეც მაგრამ ნუ რატო უნდა გადადო ხო აი ხა ბევრი ადამიანი არის რომ აი ხა მე ამ ფულს არ დავხარჯავ იმიტომ რომ უნდა ვიყიდო რაღაცა 10 წელიწადში სახლი. რა ვიცი, დღეს იყიდე და ჭამიგემრია. გემრიოდი მისთვის საჭველი და სახლი იქნება. არ ვარ მართალი, ხა მართალი. არა, მართალი ხარ, რა თქმა უნდა, ხო, просто უბრალოდ აქ თავარი რა არის, რომ თავარია ბალანსი დაიცვანა, ხტი? იმ ხარჯვასაც თავის ბალანსი უნდა მაინც. კი, გეთახმები. ეხლა თქვა ქუჩაში, ეხლა წვიმის ქვეშ იდგე და ჭამდე გემრიელად არა მაგ. ხო, მაგრამ როცა შანსი არ იყო დღეს ბედნიერი, ეს შანსი წარმოგვიყვება. ყველაფერი მოიკლო და ეხლა მეაწელში რაღაც უნდა გავაკეთო, რა ვიცი, ვიქნებით რო და მე გამიხარდება შენი ჩვენთან სტუმრობა, როგორც კი აღნიშნე, ყოველ პარასკევს არის ჩემი გადაცემა და შემდეგში უკვე გელოდები, ეს არის შენი საავტორო სიმღერა
რომელსაც მივასრულებ და სიმღერა რომელიც გაზაფხულზე არის და ჩვენი მსმენელიც იმედი მაქვს შეიყვარებს ამ სიმღერას და ისევე გაიაზრებს როგორც მე რატომაც გადავწყვიტე რომ ეს სიმღერა ერთგვარი ჩემი უბრუნება ყოფილიყო და შემდეგში უკვე გელოდები შენი საავტორო სიმღერები ჩვენს ბენდთან ერთად შენი შემოქმედები და შენი ნატალური რუკით ყველაფერი ერთად მოდი ნუ იმედია ეს ყველაფერი მოხდება მალე და ვემზადებით ამ ყველაფერს ყოველ შემთხვევაში ნუ ძალიან ბევრი შრომა ჩავდეთ ამ ყველაფერში და თავისთავად მოვა მაგის დროც რომ ჩვენ ბენდთან ერთად გამოვალთ აქ და რაღაც საინტერესო შემოგთავაზებთ რასაც ხალხი შეიყვარებს. და ისე ინტერნეტში იტვირთება, ხო, როგორც უკვე. ინტერნეტში რაღაცები იტვირთება, მაგრამ ეხლა უბრალოდ ვცდილობთ რომ რაღაც უფრო ხარისხიანად ჩავწეროთ ეს ყველაფერი სტუდიაში ჩაწერები, ხო, რა ეხლა რაღაცები კიდე ავიღეთ. და ჯობია რომ წარმოვადგინოთ მე როგორც სხვანაირად. ჯერ უნდა მოხდეს სტუდიური ჩაწერა. ერთგვარი პრეზენტაცია შემდეგ იქნება უკვე. ალბათ ეს წელი და ეს გადავიღებთ რაღაც 1-2 სიმღერის და ძალიან კარგი, გამიხარდება. ბევრი წარმატებები მინდა გისურვო და კიდევ ერთხელ მადლობა ამ სიმღერისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა შენ რომ ეს სიმღერა ესე კარგად შეასრულე. მადლობა ხალბატონ ზიას. ცირას ზიშვილს და მადლობა კიდევ ბატონ გიორგის. და მადლობა ხალხს, ვინ შეიყვარებს და ეხა იცოქებს ამ სიმღერის ფონზე. რა თქმა უნდა. გაიხარეთ ხალხო, გაზაფხულია. გაიღიმეთ და არ დაითარდოთ. მადლობა თორნიკე ბიზინაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.